და რაც შეეხება ქრისტეს ცნობილობას, ქრისტე დღეს წირო დაგიდგეს, როგორ დაგიდგებოდა, როგორ ფიქრობთ? ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანებით, როგორც მაშინ. რატო ვერ იცნეს? იმიტომ რომ აი ნახეთ რა შეუნებოდნენ. ერთი ცეცხლი გადმოგვიყვანეს, ეცად ფოკუსელოდებოდნენ. აი ეს ღმერთის ყოვლის შემძლეობა უნდათ ენახათ მისგან და ამას რო არ აკეთებდა და ჩვეულებრივი ლიტონი ადამიანებით რო იქცეოდა. ამიტომ ვერაფრით ვერ მიიღეს. იმიტომ რომ ვერ დაინახეს ღმერთის ის თვისება, რომელსაც ქვია უპირობო სიყვარული და უკიდურესი თავდაბლობა. აბსოლუტური გულმოწყალება. აი ამით უნდა დაგვენახა ღმერთი და გარდა ამისა, ღმერთი რაღაც ადამიანად მოვიდა, ჩვენ ძმებს და დებს რო გვეძახის, თავის თავს აიგივებს ადამიანთან. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს იცით რას ნიშნავს, თავის თავს რო ადამიანთან აიგივებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს წინ რო ადამიანი დგას, ჯერ ერთი უნდა გავიაზრო, რომ ეს არის ის, ვინც ღმერთმა შექმნა. შეხوار შეგიქმნია ადამიანი. შენ წინ დგას ადამიანი და ეს ადამიანი ღმერთმა შექმნა. რადგან ღმერთმა შექმნა, ის ღვთის ხატი და მსგავსია. რა თქმა უნდა ცოდვილია, მაგრამ მისთვის ჯვარს ეცვა, არა მარტო ჩემთვის, მისთვისაც ჯვარს ეცვა. რო კვდებოდა ჯვარზე მეც ვიყავი გათვალისწინებული და ისიც. ამიტომ მე მაქვს ვალდებულება მისი სიყვარულისა. სხვანაირად მამაო ჩვენო თქმას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მამაო ჩემო სხვა არ მომბობ, მამაო ჩვენო და იმის მამაც ხო არის. ამიტომ მე მაქვს ვალდებულება მასთან ძმური ურთიერთობისა და სიყვარულისა.